ვიდეოს წავაწყდი, ქალი ქოთქოთებდა, რომ კაცებმა უნდა შეგვინახონო ჩვენო, რა და არგუმენტები ჰქონდა სასწაული, რომ მეოჯერ მაგის შვილს 9 თვე მუცლით ვატარებო. მე ახლა ბავშვს რო გავაჩენო, ხერთი 3 წელი მჭირდება, რომ ღამე უთენო ამ ბავშვს, რომ ცოტა მოჩიტდეს და რა ვიცი, ფეხი აიდგას და ასე შემდგრას და ხოთა ახლა როგორც გამოცდილი დედაკაცი, აი რო არ ვილაპარაკო, აი არ შემიძლია მაგრამ ესე იგი, ხო 3 შვილი მყავს რა. ჯერ ის ვერ გავიგე, მამრმა 9 თვე ნაყოფი მუცლით როგორ უნდა ატაროს, რომ მერე გააჩინოს, რომ აყვედრებენ, რა თქმა აყვედრიანთ როგორ უნდა თქვა. ხო და მერე ეს 3 წელი დედა უთენებს ბავშვს. და მამა სად არის? ყვერებს იფხანს. ანუ ისა რა ქვია, ჩემი შვილების მამა მე მგონი უფრო მეტი ღამე აქვს გათანებული ბავშვებთან, ვიდრე მე, მართლა ოღონდ. და სრულად არის ჩართული მათი აღზრდის პროცესში თავიდანვე, საფენების გამოცვლაც, სასეირნო წასვლა, დაბანა, რა ვიცი, ყველაფერი რაც არის და შედეგად დღეს მამასთან გადასარევი ურთიერთობა აქვს და რა ვიცი, მჭიდრო კავშირი, ხო და ეხლა მე რომ მივიდა რა, ეხლა მე რახა შენ 3 შვილი გაგიჩინე, წადი ნიფხავი მიყიდე. No. ხო და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჯერ კიდევ ვარსებობთ ასეთი დარტყმული დედაკაცები, რომ ის უფრო გვისწორდება ფეხებს რო ჩავუწყობთ კალთაში და მტერფს რო დაგვიზილავენ და არა ის რომ ეს პაჩებს გვიყიდის ვინმე რა. ხო და ეს რომ მოგვიხაზავენ ხოლმე. ხო ვიცი რა, ეხლა ისა რა ყველა როგორც უნდა და როგორც შეუძლია ისე ცხოვრობს და რაღაც ერთეული შემთხვევები არის და არ შეიძლება ესე განზოგადება. მე რა აი რო აი ესე უნდა კაცმა და ესე უნდა ქალმა ეგრევე მეკეტება რა მაგაზე და ვერ ხო და ისა რა ვიცი რომ ეხლა ზოგს უნდა რომ გამაჩუმოს და მითხრას აი ქალს ხო დაფასება უნდა დიახ უნდა რა აი ქალი დამოუკიდებლად რასაც უნდა იმას რა აკეთებ და ტალენს რო არავინ არ უტყნავს ეგ მართლა დასაფასებელი არის ხო კარგი დღე ყველას დამოუკიდებლობა უფრო მეტი გვიღირს ვიდრე ვიღაცის ნაყიდი ფაჩიები right